ოპოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მუშაობის დროულად დაწყებას ითხოვს და პროცესზე პირად პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს აკისრებს. საარჩევნო საკითხებზე დღეს დახურული სხდომა საპარლამენტო უმცირესობამ გამართა. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დროულად უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, რათა მათი იმპლემენტაციის საშუალება არჩევნებამდე გარკვეული ხნით ადრე მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განმარტებით კი მზად არის შეხვდეს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტში სასაუბროდ წინაპირობისა და ულტიმატუმის გარეშემივა. გარკვეული პასუხისმგებლობა გვაქვს უმცირესობის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენი ლიდერი არის უმცირესობის ლიდერი, ამიტომ ჩვენ ბუნებრივია ვიწყებთ ამ დისკუსიას უმცირესობაში შემოვალ პარტიებთან. ის პარტია, რომელიც არ არის უმცირესობაში, ავტომატურად ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ დებატებში. საუბარი არის ისევ იმ ზღაპარზე, რომელსაც ქვია ბიომეტრიული პასპორტებით ხელისუფლების დამხობა, ჩვენ ასეთ ზღაპრებში და ასეთ გულყვილო პროცესებში მონაწილეობას არ მივიღებთ. თუ რეალური საარჩევნო კოდექსის შექმნაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვილაპარაკებთ არგამაძესთანაც, გნევავ თორქლაძესთან, დავით აიასთან, შალვა ათილაშვილთან, ფორუმთან, ყველა პარტიასთან ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ რეალურ ახალ კოდექსზე. არანაირი პოლიტიკური ჯგუფების წინადადები არ განგვიხილია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დემოკრატია იწყება სამართლიანი არჩევნებიდან, ეს სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში უნდა ჩაჭარდეს. ამის წინაპირობა არის ახალი სრულფასოვანი საარჩევნო კოდექსის დადება. ამას სჭირდება პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური მოლაპარაკებები. ამის გამოცდილება გვაქვს და ჩვენ უმცირესობა შევთანხმდით, როგორც პარლამენტი პოლიტიკური ცენტრი ქვეყნის და მის თავმჯდომარეს მიმართავთ, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს. შევთანხმდით იმაზე, რადგან წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები და წინასწარ კომენტარებში ხას უსვავდით აუცილებლობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკურ კლასში ღია დისკუსიის გახსნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პროცესი არ უნდა გაიწელოს და ხელისუფლებამ მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოს ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და კოდექსში ცვლილებების შეტანისთვის და არა თუ მზად ვართ, არამედ საკმაოდ დიდი ხნის წინ უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დავიწყეთ ამ მიმართულებით. ამიტომ შემიძლია კიდევ ერთხელ სრულიად ცალსახად დავადასტურო, რომ მზად ვარ შევხვდე ყველა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე მობრძანდება პარლამენტში ამ თემაზე სასაუბროდ.